მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ბელორუსიის დედაქალაქ მინსკიდან და მინდა ჩვენი ბოლო გადაცემა, რომელიც დღეს ეთერში გავა TV4-ზე, დავიწყო მილოცვით თითეული ქართველის მიმართ, თითეული მართლმადიდებლის მიმართ, თითეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. მნიშვნელობა არ აქვს რა კონფესიისაა და არის საქართველოს მოქალაქე. მინდა ყველას მოგეფეროთ, ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი და გისურვოთ სიხარული, ბედნიერება, წელთა სიმრავლე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა. პირველი ახალი წელია მე პირადად, როდესაც ჩემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხვდები. მე ძალიან მიყვარხარ თქვენ თითეული თქვენთაგანი და რა თქმა უნდა, მე რა შესაძლებლობაც გამაჩნია ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი წული შევიტანო საერთო საქმეში, რასაც თქვენ თითეული თქვენთაგანი ემსახურები. ზოგიერთს გონია, რომ ინჟინერი, მუშა, ლეხი თუ რაღაც გარკვეულწილად ფაბრიკაში მომუშავე ადამიანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ვიდრე ის, ვინც პარლამენტში ზის ან მთავრობის კანცელარიაში მუშაობს. ჩვენ ადრე ესეთი ტრადიცია გვქონდა საბჭოთა კავშირის ეპოქაში, ძველ ეპოქას რო ეძახიან, რომ ძალიან ახლოს იყო პირველი პირი ქვეყნისა თითეულ ადამიანთან. იყო მიღების საათები და მაგალითად მთავრობის მეთაური ხდებოდა, პირველი პირი ხდებოდა უბრალო ადამიანებს. მიდიოდა ხალხში, გადიოდა, გასტუქს არ ატარებდა და კოსტუმით არ გადიოდა ვენახში. და მე ესეთი ერთ-ერთი მინდა ვასილ მჟავანაძე, ჩემი მოგვარეთ, რომელიც 19 წელი ხელმძღვანელობდა ჩვენს ქვეყანას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან თუ რამე გაკეთებულა ჩვენს ქვეყანაში, მის დროს გაკეთდა, მის დროს შეიქმნა და სწორედ ეს კაცი ხდებოდა უბრალო ადამიანებს, გადიოდა ვენახში, გადიოდა პლანტაციებში, გადიოდა ასევე ქალაქებში და ხდებოდა ადამიანებს და მაჯიცემაზე ქონდა დადებული ხელი თითეული მოქალაქისა და ეს რატო ხდებოდა, იცით? რომ გაეგო როგორ ცხოვრობდა ხალხი. სწორედ ამის ნაკლებობაა ჩვენს ქვეყანაში, თორე 13 წელი ქვეყანაში ხელისუფლებაში რო ხარ შედალოცვილო. ეხლა გაიგე, რომ ფასები არის დიდი და ეხლა უნდა შექმნათ 13 წლის თავზე კომისია, რომელიც ფასების დაწევაზე იმუშავებს. ან კომისია რა შუაშია? ერთი კომისია ხო იყო შექმნილი, რომელმაც აგვაშენა წულუკიანის კომისია, რომელმაც არ ვიცი რა დაადგინა, ისეთი რაც დაუდგენელი იყო და რაც გაურკვეველი იყო. და 13 წელი თქვენ ხალხთან რო გქონოდათ ურთიერთობა, გაიგებდით ამას, რომ ხალხს სამსახური არ აქვს, ხალხს ხელფასი არ ყოფნის და ეხლა მე არ ვიცი 13 წლის თავზე გაიგეთ თურმე, რომ ყოფილა ნაკლები ხელფასი? ერთი მიგრანტებთან აი აქ უცხოეთში ჩამოდით და მე გაიგებთ რა მძიმე ყოფაში უწევთ ადამიანებს ცხოვრება და მე ამის მერე რო კიდე არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას წაართმევთ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც კავშირი ქვეყანასთან ერთ-ერთი ის გააჩნია, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალს მისცეს ხმა. მე მესმის, რომ ბევრი შეიძლება არ ფიქრობდეს ისე, როგორც უნდა ფიქრობდეს, მაგრამ ისიც საქართველოს მოქალაქეა. და რა უთხარით ამ ხალხს? მოდით, ჩამოდით, ესე იგი საქართველოში ყველანი თითოეულ თქვენთაგანი არჩევნებზე. ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ხა წარმოგიდგენიათ, ალბათ 2 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება ქართველი ეხლა ამ წუთას გასული. 2 მილიონი ადამიანი როგორ უნდა ფიზიკურად შემოვიდეს ქვეყანაში, ან როგორ უნდა შემოვიდეს, როდესაც სამსახურიდან ვინ გაათავისუფლებს ამდენ ხალხს, ესე მაინტერესებს. რანაირად შეიძლება ის, რომ თითოეული ადამიანმა ჯერ რომს გაენთავისუფლოს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა მაგალითად ამერიკიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან ადამიანი რო ჩამოვიდეს, ეს მაშინ სახელმწიფომ დაუფაროს ფული. $1000 ჯდება მარტო რუსეთიდან რო ჩამოვიდეს ადამიანი საქართველოში, ბილეთები ღირს დაახლოებით ეს ფასები. $1000 გადაუხდის ვინმე მერე მას? არა, გეკითხებით $1000 გადაუხდის ვინმე რომელიმე
სახელმწიფო უწყება იმას, რომ ჩამოვიდეს და არჩევნებზე მისცეს ხმა ადამიანმა? ეს არის უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და მე ხშირად ვარ ბელორუსში, იმიტომ რომ მიყვარს ეს ქვეყანა და ეხლა მე აქ იმიტომ ვიმყოფები, მეგობრებო, რომ ძალიან სასიხარულო და ძალიან ესეთი ამაღელვებელი ინფორმაცია უნდა გაუწყოთ რამდენიმე დღეში და ამას თქვენც გაიგებთ, არ მინდა ხა წინასწარ თქვა ამის შესახებ, მოდით დავტოვოთ ყველაფერი სიურპრიზად და ერთი რამე უნდა ითქვას, რომ აი ხშირად ჩვენ ქვეყანას უცხოელები უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდრე ჩვენ თვითონ ვცემთ. ეხლა ახალი წლის დღეები არის, მაგრამ უნდა შევეხო ერთ რამეს. ერთ-ერთი სუბუგი ყოფაქცევის ქალბატონი ჩამობრძანდა მოსკოვში. ეს ის ქალბატონია, მეგობრებო, ესე იგი რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან უნიტაზი რომ მიიტანა. ეს ის ქალბატონია, რომელმაც წიგნები დაწერა იმის თაობაზე, თუ რამდენი პარტნიორი ყავდა. მე არ ვიცი ხა მე ის წიგნები არ წამიკითხია და მე მგონი შეიძლება ისიც აქვს დაწერილი რა პოზაში და როგორ სექსუალურ ინტიმურ ურთიერთობებს ამყარებდა ამა თუ იმ ადამიანთან. და ეს ქალბატონი ეხლა წერს რაღაც სისულელებს, რომ ესე იგი აიო რუსეთშიო ღვინო იყიდებაო, რესტორნები არისო, ესეო და აიო რუსებიო, როგორ აი ურთიერთობები როგორ ყალიბდებაო. თქვენ აი ესეთი პრიმიტიული და ეს არის ერთ-ერთი არ ვიცი პროპაგანდონად ითვლება და პროპაგანდისტად ითვლება. ეს ბოდიში და სუბუყი ოფაქცევის ქალბატონი, რომელსაც მორალური სახე არ გააჩნია, ყველას ლოგინში იწვა და ამაზე წიგნები დაწერა. ვისთან ლოგინში იწვა. საერთოდ ადამიანები ბოზობა, ადრე მაინც ეხლა ვინმე თუ ბოზობდა, იყო ისე რომ დაფარულად მაინც ბოზობდა და ეხლა ადამიანი რომელიც ღიად ბოზობს და ამაზე წიგნებს წერს და მე თვლის რომ მე ამითი რაღაცა ვინმე პატივი უნდა მცესო, ეს არის გასაგიჟებელი და ხალი ეხლა გამოდის ტრადიციებზე ლაპარაკობს და აი ეს 5 ივლისის თემა რო იყო და LGBT შემოტევა რო იყო, ლაპარაკობდა იმის თაობაზე რომ ჩაიარონო მე ამ სექსუალურ უმცირესობებმაო. სააკაშვილის ლოგინში იწვას, შევარდნაძის ლოგინში იწვა, 1000 რჯულის ადამიანების ლოგინში. იცით რა არის, კაცო, ეხლა ყველას თავისი ის აქვს, ეხლა ადამიანი თუ გათხოვილი არ არის, ბოქრომს ვერავის ვერ დაადებთ, მაგრამ იცით რა არის, ყველაზე უბედური ეხლა ამ ხალხს რატო ვეხებთ? აი ეს ხალი რატო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის რაღაცა პროპაგანდისტი და ეს ხალი ლაპარაკობს რომ ეს ღვინო რახან არის მაღაზიებში და რახან ბოდიში სახაჭაპურე თუ სახინკლი არის, ეს ყოფილა კარგად ყოფილა ყველაფერი საქმე. იცით რამდენი რესტორნები და რამდენი ქართული რესტორნები და ქართული ღვინო იყიდება რუსეთში და ბელორუსში, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მდგომარეობა დღეს არის ძალიან მაღალ დონეზე. ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც რა ვიცი მე ქართულ-რუსულ ურთიერთობებს რაღაცნაირად გარკვეულწილად ეხმიანებოდა, ამ კაცს ეს კაცი დააზიანეს და ეხლა მისი პარტნიორი გამოდის და იმ პროპაგანდისტებს, რა ვიცი მე, ეგებება ეს, მე არ ვიცი ჯერ რა წესია ეს ვერ ხვდები. ქვეყანამ შენი მეგობარი ბოდიში და იმას და რაღაცა დააზიანა და შენ კიდე ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან, იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელმაც ეს გააკეთა, იმათ პროპაგანდისტებს ფეხქვეშ ეთები. თუ აი სირცხვილი და შეფურთხების ღირსია თითეული ასეთი ადამიანი. და სიმართლე რო გითხრათ, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დღეს ვინც ჩართული არის, ბევრი არის ამორალური, ფულზე დაგეშილი, ვაჭრუკანა და მხოლოდ თავისი პირადი კეთილდღეობაზე ორიენტირებული ადამიანი. მე არ მინდოდა ამ ახალი წლის დღეებში ამ თემებზე ლაპარაკი, მაგრამ იცით რა შეასაქმე? უბრალოდ ეხლა ყველაფერი საზღვარი აქვს, კაცო რა. ამ მეხინკლებმა და მეხაჭაპურებმა მე ყველა პროფესიას პატივს ავცემ საკუთარი ხინკალისა და ხაჭაპურის გამო რა ქვეყანა არ უნდა დააზიანოთ რა. რამდენიმე თემას რო კაცი ხელს მოკიდებ და ყველაფერს რო ჩააფლავებ, ხო უნდა მივხვდე რომ შენი ადგილი არ არის ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არა. ყველაფერი რასაც კი ხელი მოკიდე, ყველაფერი რო ჩააფლავე, რა გინდა ქართულ-რუსულ და მე კიდე ამ მეძავეებს რო დაძდებ, წადი შვილო და მოსკოვში მეძავეების მეტი რა არის რა.
ეხლა ვიცი რომ ამას ბევრი მიიღებს თავის თავზე და მიიღოს როგორც ძესავით შეიგოს ჩემი ნათქვამი და მე რომ რაღაცას ვიტყვი ხოლმე მირეკავენ რომ ოი მეიცით რა ვიდეო აიღე გეხვეწები ეს აიღე ესეთი რაღაცა იყო ერთხელ ასეთი სუბუკი ყოფაქცევების ქალები რომ ჩამოვიდნენ პროპაგანდისტებად და არც არამიფერი არ ამიღია და არც არაფერი არ და ეხლაც ვიძახი ქართულ რუსულ ურთიერთობები არ გადის მეძავეებზე არ გადის მედროვეებზე და არამედ გადის იდეალისტებზე, გადის იმ პიროვნებებზე, რომლებიც ამ იდეას ემსახურებიან წლებიან. მე უდიდეს პატივს ავცემ ქართულ რუსულ ურთიერთობებში ბატონ ვალერი კვარაცხელიას, ბატონ მიხეილ ჟღენს, ბატონ თემურ ფიფიას, რა ვიცი, ბატონ გულბაათ ცხილაძე, მამუკა კარტოზია, პროფესორი, ზაზა დავითაია. იცით რატო ვცემ ამ ხალხს პატივს? ეს ხალხი ამ ურთიერთობებზე, იმიტომ კი არ ლაპარაკობს, რომ თავის ბოდიში სახინკლეში ხინკალი გაყიდოს და სახაჭაპურეში ხაჭაპური გაყიდოს. არამედ იმიტომ ვცემ პატივს, რომ ეს ხალხი მეგობრებო, ამას აკეთებს უანგაროდ. ყველა ის ადამიანი თითეული, რომელიც ამას ამ იდეას ემსახურება ისე რომ დაზიანებულები არიან, ბევრი რეპრესირებულიც იყო ამის გამო. აი ეს არის ხალხი მეგობრებო. და დღეს ერთი ადგილის მოთამაშე ხალხი არ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი არც რუსეთში, არც საქართველოში. იცით რატო რომ აი ესე იგი აქ უამრავი რამდენი რესტორანში ვიყავი მე ერთ ქართული რესტორანი ქვია არც ერთი ქართველის არ ყოფილა. გესმით თქვენ? მაგალითად თქვენ რო გონიათ რომ აი ეს ღვინო რო იყიდება მაგალითად ქართული ღვინო თქვენ ბევრი ქართველის არც არის. ქართული თუ არის ბრენდირებული და ქართული თუ იყიდება ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები მაღლა არის. აი სუბუკი ყოფაქცევის ქალები რო ჩამოდიან აქა და რაღაცა ლაპარაკობენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ქართულ-რუსული ურთიერთობები იცით როდის აღდგება? მაშინ აღდგება და მაშინ იქნება, როდესაც ქვეყანა ომში რო არის. შენ თუ მას არ ეხმარები, ის მაინც არ უნდა თქვა რომ უკრაინელებს მე გენერატორებს გაუგზავნიო. ეხლა თან ეს გადაწყვეტილება ეხლა იქნა მიღებული და კიდე დახმარება 300 ლარიან დახმარებებს რო შეუნარჩუნებო. შედალოცილო ქვეყანას ემუქრება ეს უკრაინა. ზელენსკი ემუქრება საქართველოს რომ საქართველოს რამის დავბომბავთო იმას იძახი. რა ვინ მოგცა ამის უფლება საქართველოს ბიუჯეტიდან ფული ჩაურიცხო იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეები ერთხელ მადლობას არ გეტყვია. ეხლა ვიღაცა იტყვის იმ ხალხმა რა დააშავაო. კაცო არც არაფერი დააშავა, მაგრამ მე რამდენი სოფლიოში დაზარალებული არის ადამიანი, ყველას თუ დავეხმარეთ, ჩემი ქვეყნის მოქალაქე დამჭება დაუხმარებელი. მაშინ დავეხმაროთ იგივე სირიაში დევნილებს, დავეხმაროთ ქურთებს, დავეხმაროთ პალესტინაში მყოფ ადამიანებს. უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაზე კაცო ვერ გავიგე რა, მარტო უკრაინელებს რატო უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ჩვენ ვერ გავიგე, ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყნის ხალხი ვერ დაგვიცვია და ვერ გაგვიწევია მათთვის დახმარება და ვერ გავიგე შენ დევნილებს ლუკმას პირიდან აცლი და იმას აძლევ კაცო ამ მეებს რა ქვია უკრაინელებს რომლებმაც ზაფასება არის გენერატორებს უყიდიო და გენერატორები აგერ იმათ უყიდე დევნილებს კაცო და ესე არ აღდგება ქართულ-რუსული ურთიერთობები და ეხლა აგერ გააკეთა საელჩომ განცხადებები რუსეთის საელჩომ რომ არ ხდება შეშვება მაგალითად აი ამ ადამიანების რუსეთის მოქალაქეების საქართველოში და შეშფოთება გამოთქვა ამის გამო ლავროვმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ რომ ყავს სააკაშვილის რიტორიკას აგზელებს საქართველოს ხელისუფლება და მე ჩამოდის აქ ვიღაცა სუბუკი ყოფაქცევის ქალი პროპაგანდისტი საქართველოს მხრიდან რომელიც საქართველოში კაცი არ დატოვა რომელთანაც არ წოლილა და გამოდის და ლაპარაკობს იმის შესახებ რომ ჩვენო კაცო ყველაფერი კარგად არის აგერ ღვინო იყიდებაო აგერ კიდე ვიღაცა მითხრა ჩაგორება ლოგინშიო და რა ვიცი მე ბოდიში და ამ მეძავების დონეზე უნდა წდებოდეს ეს საკითხი ჩვენ ყავს უამრავი პოლიტიკური მეძავე და ეხლა ამ ყველაფერს დაემატა ხორციელი და პოლიტიკური მეძავეებიც. ორმაგმა თამაშმა დაღუპა ეს ქვეყანა, მეგობრებო. იმიტოა ჩვენ ვინც მართლა იდეალისტები ვართ, ვინც ერთგულები ვართ, იდეის, იმიტომ ვართ ესე ჩაწიხრულები და ეს მეძავეები ყველა მთავრობის დროს მორგებული იყვნენ, მაშინაც ეხლაც. მე რატო არა ეხლა ბელორუსში და რატო მიხარია რომ აი ამ ქვეყანას ესე ექიდან ახლიდან უყურებ. ესე იგი საკუთარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ ვიცი მე ასეთი პატრიოტი კაცი არ ვიცი აი საქართველოს როდის მე თუ ეღირსება
ქვეყანა არის აშენებული, აყვავებული ყველა ქვეყანა საწარმო გუგუნებს და ყველაფერი მუშაობს. აი ხარ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ვარ აგერ და ხალხი აი უყურებ თვალებში, აი და ვაკვირდები. ყველა გახარებული და გავწყინებულია. აი სიხარული თახტაცებული ხალხი არის და რო ყიდულობენ, იმას კი არ უყურებიან, რომ რაღაცა ფული ვაიმე სახში რა დამრჩება. მილიონერი არც არავინ არ არის. აქა და არც ისეთი ახლა სიმართლე რო თქვა, შეიძლება დიდი კატასტროფულად მაღალი ხელფასები არც აქ იყოს, შეიძლება, მაგრამ ყველა არის მეგობრებო, აი სიხარულით ახსავსე მოლოდინი. და საქართველოში 8 ლარი მანდარინი ღირს, 100 ლარი ინდაური ღირს, 300-400 ლარი გოჭი ღირს და ხელფასი ადამიანს აქვს 1000 ლარი. აი რა საახალწლო სუფრაზე არის საუბარი. და ეს იცით რა ვიცი მე ბელორუსში რამდენი ღორი და ძროხა არის უკვე ზეპირად ვიცი. და ეს იცით რატო? იმიტომ რომ ეს კაცი ყველა საძროხეში, ყველა საღორეში დადის, ყველა ფერმერთან დადის და ყველასთან დადის. და მე არ ვიცი ამ ხალხს გასტუკი და ეს კოსტუმი ვერ გავაძრეთ, ესე იგი, და კაბინეტი და ვერ გამოვიყვანეთ რა. და რო კითხო ეხლა ესენი არიან პატრიოტები. მე იცით რა არის? იმიტომ უყვართ აქ და ბაჭკას იმიტომ ეძახიან ლუკაშენკოს, რომ ხალხთან არის ახლოს. და ხალხთან ახლოს როა, იმიტომაც არის, რომ ბევრი პრობლემა იხსნება ადვილად. აი მე არ ვიცი, აი კომუნისტურ ეპოქას ეძახიან შავნელ ეპოქას, მაგრამ არ ვიცი, პირადად ხვდებოდა ვასილ ჟავანაძე პირველი პირი რო იყო ქვეყნის ადამიანებს და ბინებს ორდერს გადასცემდა ბინის და თითეულ ადამიანთან ისე იყო, რომ რა ვიცი, ძალიან ახლოს და დაცვის გარეშე დადიოდა ქუჩაში. ვინ ხარ თქვენ ჟავანაძეზე უკეთესი, მაინტერესებს. ან რა გაგიკეთებია თქვენ ვასილ პავლოვიჩზე მეტი, რომ მისი ქუჩა და მისი ძეგლიც არ არის ამ ქვეყანაში. კაცი 19 წელი მართავდა ქვეყანას და რაც კი რამე აშენებულია საქართველოში, ფაქტობრივად მის დროს აშენდა. ნუ ბევრი იყო კიდევ ლიდერი ქვეყნის და იმათმა ჩემატეს, მაგრამ ყველაზე მეტი, ყველაზე გრანდიოზული ვასილ ჟავანაძის დროს აშენდა. და ეს კაცი ახლოს იყო, ის კი არ იყო, აი ბრექივით კი არ უყურებდა სხვას. უყურებდა ახლოს, იღებდა ადამიანებს, გადიოდა მებში, რა ქვია, სამრეწველო ობიექტებში, ფერმებში, ვენახებში, ყველგან გადიოდა და თითოეულ ადამიანს უნთქავდა. და თქვენ რო ახლოს არ ახალ ხალხთან, ამის ნიშანია, რომ ეხლა აღმოაჩინეთ, რომ თურმე ისანი, რა ქვია, და მაღალი ყოფილა, ესე იგი, თურმე ფასები. კაციშვილთან არ გადიხართ არავის არ ელაპარაკებით, მარტო არჩევნების დროს გახსენდებათ ხალხი ისიც თქვენი ამომრჩეველთან აკეთებს, შეხვედრებს უბრალო ადამიანებთან არა. და ეხლა აღმოაჩინეთ 13 წლის თავზე თურმე რომ ხელფასები ყოფილა დაბალი და კომისია შექმნილი. ჯერ ეგერთით რა კომისია გინდა და რა ხელფასების დაკლებაზეა საუბარი, ვინც კი ბოდიში ფასებს უმატებს, ეგ არის თქვენი გუნდის წევრები, მაგათ აქვთ ეს ჰიპერმარკეტები, მაგათ აქვთ ეს ობიექტები, რომლებიც თქვენ გირიცხავენ საარჩევნო ფულს და მე ბოლოს ის მაკვირდება, არ ვიცი, ხა კარფური ჩემი არ არის, მე მგონი თქვენია ეს კარფურიც კიდე რა. და თქვენ ვერ გავიგე იმ კარფურის ფლობელის დაჭერას ხო არ აპირებ შემთხვევით, იმიტომ რომ იმ კარფურშიც მაღალი ფასებია, მე როგორც ვიცი, ხო? კარფურის ფლობელის დაჭერას აპირებ? თუ რა ხდება, რაშია ვის უპირებ დაჭერას, მაინტერესებს. დღეს საქართველოში მოქმედებს ბრიტანული დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები და მე მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართო. ბატონო ბიძინა, აი ეს ხალხი, ვინც დღეს ამ ბრიტანული დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან, თქვენ გიპირებენ პირველ რიგში ცუდს, იმიტომ რომ დღეს რაღაცა უკმაყოფილება რომ არის, დღეს ის უკმაყოფილება არა ვიღაცა მინისტრზე კი არ მიდის და რომელიმე რაღაცა მინისტრის მოადგილეზე. თქვენზე მოდის ეს უკმაყოფილება, იმიტომ რომ ყველა საკადრო გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც თქვენთან თაგვდება. და ამიტომაც ეს ხალხი თქვენ ეს ბრიტანული სპეცსამსახურები ისე აპირებენ, რომ უნდათ ისე სიტუაცია შექმნა, რომ შეგაზიზღონ თქვენი თავი ყველას. აი ესე ამას აპირებენ. არ ვიცი, ბელარუსში ხალხი გიждდება და ბაჭკაზე სიმღერებს წერს.
Жить пришлось нам в очень непростой момент, знаковый в истории страны. Если в государстве сильный президент, то любые бури не страшны. Он не наклонился и не сдал народ западным партнерам за гроши. За него с запасом 30 лет вперед проголосовали бульбаши. Батька у нас крутой, в мире один он такой. С батькой спокойна страна, только ему не до сна. Батька у нас крутой, батька, мы рядом с тобой. Выбрал народ и не подведет, станем стеной за батьку горой. Европейские политики еще о былом величии видят сны. Впавшие в зависимость от дяди Джо, разве ж вы лицо своей страны? Вам бы там свои проблемы порешать, а не лезть сюда через забор. А то наш Верховный может так послать, что короткий будет разговор. Батька у нас крутой, в мире один он такой. С батькой спокойна страна, только ему не до сна. Батька у нас крутой, батька, мы рядом с тобой. Выбрал народ и не подведет, станем стеной за батьку горой. Батька у нас крутой, в мире один он такой. С батькой спокойна страна, только ему не до сна. Батька у нас крутой, батька, мы рядом с тобой. Выбрал народ и не подведет, станем стеной за батьку горой. მე არ ვიცი ხა თქვენზე სიმღერებს დაწერეს თუ არა მომავალი თაობა, მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ქართულ ოცნებამ საკუთარ მხარდამჭერებს უფრო მეტი ავნო ვიდრე სხვებსო, იმიტომ რომ ვინც კი ჩვენ გვერდში ვედექით ამ ქართულ ოცნებას დასაბამიდან, ეხლა რომ გამოიჩეკენ ზოგიერთები, ყველა ჩაწიხლულია, ყველა დევნილია, ყველა ბოდიში სულში ჩაფურთხებულია და მერე 13 წლის თავზე ხო აღმოაჩინეთ ფასები რო არის. ალბათ 20 წლამდე თუ ახვედით, ან რა ვიცი როგორ უნდა ახვიდეთ, მერე აღმოაჩინეთ რომ თურმე ჩვენ მხარდამჭერებს უფრო ცუდად მოვეკეცით. თქვენ გვიან ხვდებით რაღაცებს და 13 წლის თავზე მივხვდით რომ ფასებია თურმე ცუდი. 13 წლის თავზე მივხვდით თურმე რომ მინისტრები ცუდი ყოფილა, პრემიერ-მინისტრები ცუდი ყოფილა და მე არ ვიცი, მაშინ ნაცმოძრაობა მოიყვანეთ ხელისუფლებაში, რასაც იძახდა ის ნაცმოძრაობა ყველაფერს აპრავებენ თქვენი ბოდიში და მინისტრები, იმიტომ რომ ეს ხალხი იჭერენ ამ ხალხს, ამ იმაშვებიან, ამბობენ რომ კორუფცია იყო, ამბობენ რომ მაშინ გამოდის რომ ნაცმოძრაობა ყოფილა მართალი, მაშინ არა ამ ლოგიკით, ხა მე ბოდიში და ნაცმოძრაობა გასასამართლებელი კი არა, ფეხებით ჩამოსაკიდია. ეხა ნუ ამოჭრის ვიღაც ამ ვიდეოს ჩემს ისე რომ თითქოს მე ნაცმოძრაობის
რაღაცა ის ვიყო პირიქით მე ნაცმოძრაობას ვებძოდით თქვენ რომ ბოდიში და გოგლი მოგლი ჭამდით და ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ნაცმოძრაობა და არასდროს არ შევეგუები იმას რომ აგენტი იყვნენ ხელისუფლებაში და ამ ჩემ ვიდეო ჩემს გამოთქმებს და ერთხელ ეხლა გამოვედი და ის თქვი რომ რაღაცა მეთქი შავნოდა რა მეთქი ბოლოს დავნიშნოთ მეთქი და ერთი უხსენებელი ქალბატონი კიდე იმას უნდა მეთქი და ვიღაცას გაუხარდა ესა მე ძალიან კარგად ხვდები იცით ვისი აგენტი არის ეს შავნოდარა და TV პირველი თუ რაღაცებს ვაკეთებდა ეს ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთები ხო ჩანს უკვე არა ხო ჩანს და იცით რა არის ბოლო საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ თუ ვაპირებთ ბრძოლას გითხარით დაიცალა ეს საქართველოს ქართველებისაგან აი ახლა აქ რო დავდივარ მე აქ მიგრანტებს ვერ ხედავ 95% სლავები არიან აქ ახლა უამრავი რუსი არის ჩამოსული აი აქ ბელორუსში ვაჭრო ისეთი საამური და ისეთი კარგი ქვეყანა შექმნა ლუკაშენკო რომ აი რუსებიც კი შენატრიან აქაურობას უამრავი რუსი ჩამოდის აი რაღაცა დასასვენებლად ესე იგი სავაჭროთ იმიტომ რომ ფასები უფრო დაბალია აქ მე რა თქმა უნდა ქართულ-რუსულ ურთიერთობების აღდგენას ვემსახურები მაგრამ ჩემთვის ყველაზე უფრო აი ესეთი აღმატებული ქვეყანა პოსტსაბჭოური სივრციდან არის ბელორუსი და ბელარუსის პრეზიდენტი არის ჩემთვის იდეალური პრეზიდენტი ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ეს არის ლიდერი, მეგობრებო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა აშინა. და საკუთარი ქვეყანა აყვავა. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის ვიქნები იმ პოზიციაზე, რომელ პოზიციაზეც უნდა იდგას ნორმალური ადამიანი. და რა ის რომ ზოგიერთები ვიხთ, ხანი ჩაწვება ლოგინში, ხანაკ ჩამოწვება ლოგინში და არ ვიცი. ესე იგი თურმე ამ ქვეყანაში უნდა დაფასებული იყოს ის ადამიანი, მაგალითად ჩათილიშვილი, რომელიც იძახდა, რომ ქრისტიანო მართლმადიდებლობა მტერი არის ჩვენი იმის, იმიტომ რომ ევროპასთან დაახლოებას გვიშლის ხელსო. მე ვარ ზაზა ჩათილიშვილი, ფილოსოფოსი. და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა. საქართველოში ნამდვილად შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით თქვა, რომ კოლიზია ამ ორ კონფესიას შორის ჩნდება მე-18 საუკუნეში და რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ეს რუსეთის დამსახურება, რომელმაც აბსოლუტურად ესე იგი სწორედ ისე ვამბობ მართლმორწმუნეობა იყო მთავარი არგუმენტი რის გამოც საქართველოს საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რუსეთში, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა რუსეთზე ვთქვა თუ არის, უნდა ქართულმა კაცმა მართლმადიდებლობაზეც უარი თქვა, სწორედ ეს არის შემაერთება და ეს ძალიან სწორად მიყავდა ყველაფერი ამ თვალსაზრისით. მე თვითონ კათოლიკე გახლავართ ჩემი კონფესიით, ამიტომ ვინმე არ ჩამომართვას იმაში, რა ქვია, მიკერძოებაში, ამიტომ ეხლა მე ვლაპარაკობ ნაციონალური იდენტობის თვალსაზრისით და არა რომელია სწორი კონფესია და რომელი არის, მაგრამ ისტორიული ვითარება ისეთი აღმოჩნდა, მეგობრებო, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩემი აზრით აბსოლუტურად სწორად მეყავდა ყველაფერი იქითკენ, რომ მთავარი მტერი ევროპასთან ერთიანობის, რა თქმა უნდა, არის მართლმადიდებლობა. ეს უნდა იყოს პროპაგანდისტი ხელისუფლების, რომელიც მართლმადიდებლობას აცხადებდა მტრად ჩვენი ქვეყნისათვის და ნაცმოძრაობას და მიხეილ სააკაშვილის ოდას უძღვნიდა, ეს არის პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა, რომელიც ასევე კანონიერი ხელისუფლებას ებრძოდა და რომელიც ესე იგი ჯერ თურქი მესხების ჩამოსახლებას უჭერდა მხარს. მერე ეხლა არაბების ჩამოსახლებას უჭერდა. ეს უნდა იყოს პროპაგანდისტი ჩვენი და ესეთი პროპაგანდისტები უნდა ყავდეს ამ ქვეყანას, რომლებიც გუში ნაცმოძრაობასთან იყვნენ და მართლმადიდებლობას ბოდიში აცხადებდნენ ერთ-ერთ გარკვეულ საფრთხის შემცვლელად ჩვენი ქვეყნისათვის. თურქი მესხების ჩამოსახლებას უჭერდნენ მხარს კიდე ეს ხაინდრავები. კანონიერ ხელისუფლებას ტყვიას ესროდნენ. ეხლა იცით რა არის, გამსახურდია, იცით ვიღაცას მოსწონს არ მოსწონს ეგ სხვა თემაა, მაგრამ იარაღით ეს ებძოდა კაცო ეს კაცი და იმან ჯაბა იოსელიანმა დაწერა რომ იმასთან რომ მეტეხის ხიდთანო ჩასაფრება გააკეთაო და იქ ავტობუსში ჩაცხრილა ხალხიო. ჯაბა იოსელიანმა დაწერა ეს თვითონ. პიოტიო არ ვიცი მე. ხო ეს ფაქტია რა. კაცი რომელმაც ესე იგი მიიღო მონაწილეობა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გადიოდა მთავრობის სასახლიდან. რატო არაფერებს და არ აგავებთ აქ? სიგოვას და კიტოვას აგინებენ აქ ზოგიერთი
აი ეს კაცი ყავთ პროპაგანდისტად თქვენ. გოგა ხაინდრავა, შათირიშვილი და ლალი მორეშკინა. ქალი, რომელიც წიგნებს წერს, ვინ რამდენ კაცთან იწვა ლოგინში. და მე ამით ხა ახალი წელია და ნახდათ არ მინდოდა რომ ესეთი ცოტა ესეთი გამოსვლა და ესეთი გადაცემა გამომწვდა, მაგრამ იცით რატო ვარ ამით აღშფოთებული? ბოლო მართლა რა. იცით რა არის? კაცო, ყველაფერს აქვს საზღვარი რა. ჩაგვაფურთხეთ სულში, გადაგვიარეთ, გადმოგვიარეთ და აღარც ასრულებთ ამ ყველაფერს რა. აღარც ასრულებთ ამ ყველაფერს რა. ისაო დიალოგი უნდა იყოსო ხალხსა და საკუთარი პარტიის დამფუძნებლებს სამსახურიდან ყრის წინაზე თქვი გადაცემაში და ეხლაც ვიმეორებ, აგერ აი პატაბულაძე, რომელიც 2011 წლის 26 მაისს სისხლში შეღებეს და რომელიც ესე იგი რომლის ფოტოები მოიარა მთელი სოფლიო და აღიარება მოუტანა აბდალაძეს, ეს კაცი სამსახურიდან გააგდეთ იმის გამო, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ჰქონდა სხვა პოზიცია. და მე კიდე აი მინდა ვთქვა რა. აი ახლა ერთ-ერთმა კიდე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ არ მინდა ხა გვარსახელის დასახელება, რომ აიო ესო ამდენი მინისტრებიო, ამდენი პრემიერ-მინისტრებიო, იმიტომ იქნენო ესე იგიო დაუპირისპირდნენო და ზოგი პასუხისგებაში იქნე მიცემულიო, რომ ესენიო დასავლეთმა გადაიბირა თავის მხარეზეო და ცუნებას ვერ გაუძლესო. აბაო აიო ნუ მაშინო ადრეო ცხო მოხდაო ესო საბჭოთა კავშირის დროსო რომ გადაიბირესო ეს ადამიანები. მე ერთი რამე მინდა გითხრათ ხალხო რა. ამ ადამიანებს და ამ ადამიანების გასაგონად და სხვების გასაგონად მინდა ვთქვა. იცით რა შეასაქმე? არც მარგველაშვეს, არც გახარიას, არც რესპუბლიკელებს, არც კიდევ აი მინისტრებსა და მინისტრების მოადგილებს დობა ქართველი ხალხიდან არ ქონიათ. ვის გადაბირებებზე თქვენ ლაპარაკობთ? მარგველაშვილი საერთოდ ორმა კაცმა არ იცოდა ვინ იყო. ზურაბიშვილი კიდე ზურაბიშვილის მიმართ იყო ნეგატივი, იმიტომ რომ ეს ის ქალბატონი ბზანდება, რომელიც ზვიად გამსახურდია რომ იყო პრეზიდენტი, იქიდან საფრანგეთიდან იმებს სტატიებს წერდა მის წინააღმდეგ. ოღონდ მითი რა ქვია, სხვისი სახელითა და გვარი. ხო და ეხა რა მინდა იცი გითხრათ? კაცო, ხალხის ინტერესებს ვინც გამოყავდა, არავინ არ დაანიშნეს თანამდებობაზე. პირიქით ჩაწიხლეს ეს ხალხი და რაით რა გადაპირება გადმობირებაზე ლა ვინმე ეთანხმებოდა რესპუბლიკელების აღზევებას, მარგველაშვილის, გახარიას, ბახტაძე საერთოდ ვინ იყო, ვინ იცოდა, კვირიკაშვილი საერთოდ ვინ იყო. ბოდიში და ვინმეს კითხეთ თქვენ? ან საკრებულოში რო ხალხი ყავთ შეყვანილი ეხლა და პარლამენტში რო ყავთ კაცშვილმა რო არის ის. ეს ეხლა ხვალდაზექ რო ამოყირავდება ეგ ხალხი. ეგ ჩვენი ის არის რა ქვია. დღეს თქვენ ყავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც ესე იგი იმის უცხოური გავლენების აგენტის კანონის რო იღებდნენ, მასკდა რა ქვია, დაწერა რომ ისაო შემეშალაო და მეო არ მიმიცია მხარიო. და დღეს ეს ვაჟბატონი არის მინისტრი. ან ამ კორუფციას რო ებძვით, კორუფცია რაღაცა დავიჯერებ კორუფციასთან ბრძოლას, თუ ყველას მიმართ იქნებოდა ბრძოლა. ყველაზე დიდი კორუმპირებული ხუნდაძე ყავთ იმაში პარლამენტში. ხუნდაძე, რომელმაც შეჭამა მთელი მცხეთა. ხუნდაძეს რატო არ კიდებთ ხელს? რატო არ კიდებთ ხელს? ან იმ სოფლის მეურნეობის მინისტრს რატო არ კიდებთ ხელს, რომელმაც ასევე კახეთი შეჭამა? მაინტერესებს ერთი ვერ გავიგე, ეს შერჩევითი არის. ესე იგი, ვინც ამ ღარიბაშვილთან იყო დაკავშირებული, ის უნდა დაისაჯოს, ვინც ღარიბაშვილთან არ იყო დაკავშირებული და ვინც მართლა კორუფციაშია ჩაფლული, ისინი უნდა იყვნენ კლავაც მოწინავე პოზიციებზე. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა. კორუფცია ისიც აგრეთვე რო თქვი, რომ ენერგო კომპანიები გაათავისუფლეს იმისგან გადასახადების გადახდისგან, იმიტომ რომ რაღაცა შემდგომ უფრო კარგად იმუშავა. როგორ შეიძლება ენერგო კომპანია გაათავისუფლო გადასახადისგან? ხალხო გეკითხებით ერთი. შეიძლება ესეთი რამე ენერგო კომპანია ხო ის არ არის რაღაცა
სამკერვალო და რაღაცა ისეთი დაწესებულება, სადაც რამდენი ადამიანი მივა, იმაზეა დამოკიდებული. ენერგო კომპანიები ყიდიან ენერგიას შეუფერხებლად და შემოსავალი აქვთ შეუზღუდავად. ეს არ არის კორუფცია, როდესაც შენ ათავისუფლებ მილიონერებს და მილიარდელებს? ეს არ არის კორუფცია. მოვა დრო და ამაზეც დაისმევა კითხვები, რომ კორუფცია არის ეს. ჩვენ იმის გამო მე კიდევ ერთხელ მეორე, მე არ ვარ ჩასაფრებული ადამიანი, მაგრამ არ უნდა დავსვა კითხვები? არ უნდა იმას ვქნა რაღაცა კრიტიკული კითხვების დამსველი არ უნდა ვიყო? ქართულ-რუსული ურთიერთობები ვიღაცას თუ გონია ძალიან მაღლა დგას, ძალიან ცნებით, იმიტომ რომ აგერ ეხლა რუსეთის საელჩო რო აკეთებს განცხადებას უკვე რომ დაფიქრდნენ საქართველოში ჩამოსვლისგან რუსეთის მოქალაქეები, ეს თქვენ იცით რას ნიშნავს ხო? ეს იმას ნიშნავს რომ ერთი ერთი ნაბიჯი გვაკლიან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ დაშლასთან და მერე დამთავრდება ამ უვიზო მიმოსვლა და ფრენები ისე კიდე. გესმით თქვენ? დამთავრდება ეს ყველაფერი. ამიტომ მე მოგიწოდებ თქვენ რომ ცოტა ფრთხილად იყავით. ეს რუსეთი თქვენ გონია ძინავს და არის მეს იმას რომ აქედან თქვენ უკრაინელებს მას რა ქვია ენერგიას რა ქვია დახმარებებს უგზავნით. გუშინ აგერ პუტინზე მოხდა თავდასხმა პუტინის რეზიდენციაზე და თქვენ ამ დროს გენერატორებს უგზავნით უკრაინელებს? არ ვიცი მე, თან იძახით ეს ევროპა ის არისო, ცუდიო, ევროკავშირი ცუდი არისო და თან კიდე იძახით რომ ევროკავშირისკენ მივდივარ. თან იძახით ნატო ცუდი არისო, თან ნატოსკენ მიდიხართ. ამას ამბობს თქვენი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ყოფილი ნაცია კიდე. აი ეს ვაჟბატონი. ხო და იცით რა შეასაქმე უკვე ყველას ვერ დაიჭერ და ყველას ვერ ჩასვამ ციხეში. იცით რატო? უკვე ისეთი კრიტიკული სიტუაცია რომ ყვარყვარე თუთაბერის დროინდელ რაღაცა პერიოდს ემსგავსება. აი ყვარყვარე თუთაბერი არის შესანიშნავი ეს ნაწარმოები, რომლის რაც ხდებოდა აი ყვარყვარეს დროს, ის ხდება დღესაც უკვე რა. და მე გეუბნები თქვენ რომ თქვენ როგორც ყვარყვარემ ქალის ფორმაში გადაცულმა გაასწრო, თქვენ ვერ გაასწრებთ ამ ქალის ფორმაში გადაცმულები ქვეყანას, იმიტომ რომ ყველას თუ შეაზიზღებთ თავს, არც ერთი თქვენი დაცვის წევრიც კი მხარდამჭერი არ იქნება თქვენი დაცვის წევრიც კი. და რუმინეთის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლებას ყოველი მესამე ყავდა უშიშროების თანამშრომელი და ასევე კადაბსაც ყავდა მხარდამჭერები და ყველას და როგორ დასრულდა ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. და კიდევ ერთხელ არა ვარ ჩვენ ტრები თქვენი, არა ვარ ჩვენ თქვენი რაღაცა იმით დაგეშილი ზიზღით და ბოღმით ადამიანები, მაგრამ იცით რა არის? იმაზე მეც ნუ გააკეთებ, რაც სააკაშვილმა გააკეთა რა. სააკაშვილი იყო ნაძირალა, სააკაშვილი იყო ამორალური პიროვნება, მაგრამ ნუ გაასწრებ სააკაშვილს ბოროტებაში და ქვეყნის მტრობაში. აქ უკრაინაში, აქ ბელორუსში კაციშვილი არ ყიდის მიწებს. არ ყიდის მიწებს. და თქვენ კიდე ყიდით მიწებს. ამიტომ დაფიქრდით. ბელორუსში, რუსეთში ქვეყნის ხელისუფლებები არის ქვეყნისკენ მომართული და თქვენ კიდე სხვაგვარად.